This is Sparta! სპარტის მეფემ ლეონიდასმა და მისი 300 მეომრის ისტორიამ შექმნა სპარტელი გმირის სახე. უკიდურესად დისციპლინირებული, გამძლე და თავდადებული მებრძოლი ადამიანი. ასეთი ადამიანები მართლაც არსებობდნენ და მათ შორის გამორჩეული იყო ლეონიდასი, რომელიც დაუპირისპირდა ძლიერ მტერს და გადაარჩინა საბერძნეთი. ლეონიდასი დაიბადა ძველი წელთაღრიცხვით დაახლოებით 540 წელს სპარტაში. იმ დროს საბერძნეთი მრავალი ქალაქ-სახელმწიფოსგან შედგებოდა, რომელთაგანაც ყველაზე ძლიერი იყო სპარტა და ათენი. მისი მამა სპარტის მეფე იყო. ბერძნებისთვის ომი ქალაქის უმაღლეს მოვალეობად ითვლებოდა და ყველა მამაკაცი 20-დან 45 წლამდე სამხედრო სამსახურს გადიოდა. ბიჭები 7 წლიდან გადიოდნენ მკაცრ სამხედრო აღზრდას, სადაც ისინი სწავლობდნენ გამძლეობას, დისციპლინას და ბრძოლისთვის საჭირო უნარებს. მათ ხშირად აკლებდნენ საკვებს და კომფორტს, რათა შეჩვეულიყვნენ სირთულეებს. ქურდობა ირჩებოდა, თუმცა საკვების მოპოვრო პრაქტიკული უნარის განვითარებად ითვლებოდა. ამასთან ერთად ისინი სწავლობდნენ წერა-კითხვას, მუსიკასა და პოეზიას. 12 წლის ასაკიდან ახალგაზრდები მცირე ჯგუფებში ცხოვრობდნენ, ლიდერის ხელმძღვანელობით და სწავლობდნენ პასუხისმგებლობასა და მორჩილებას. 18 წლისთვის მათი სამხედრო მომზადება ძლიერდებოდა, ხოლო 20 წლისთვის ისინი სრულფასოვან მეომრებად ღალიბდებოდნენ. ლეონიდასი ჰოპლიტი გახდა, ფარის, შუბისა და მოკლე მახვილის ოსტატი, რომელიც ფალანგის წყობაში იბრძოდა. სწორედ ამ დროს გარდაიცვალა მისი მამა და ტახტი მისმა ძმამ დაიკავა, ხოლო ლეონიდასმა მეომრის გზა გააგრძელა. სპარტის არმია მცირე ჯგუფებად იყო დაყოფილი და ლეონიდასი ახალგაზრდობაში ასეთ ჯგუფებთან ერთად ცხოვრობდა. ამ პერიოდში მან ცოლად შეირთო გორგო, ლამაზი და გონიერი ქალი. ბერძნული ქალაქ-სახელმწიფოები თანდათან ემხრობოდნენ შემოჭრილი ძალების წინაშე და ვითარება სულ უფრო იძაბებოდა. ამ ძალების კაპიტულაციამ გაახიზიანა ამაღი სპარტის მეფე და 491 წელს მან სცადა მეზობელი მეფის გადაყენება, რომელიც სპარსელებთან დათმობაზე წასვლას აპირებდა. მაგრამ როცა გამოაშკარავდა, რომ იგი კანონიერად დანიშნული თანამეფის მოგდებას გეგმავდა, სპარტელებმა ეს არ მოიწონეს და კლეომენე იძულებული გახდა ქალაქიდან გაქცეულიყო. შემდეგ მან დაიწყო ძლიერი ჯარის შეკრება მიმდებარე ტერიტორიაზე. სპარტელებმა გონივრულად მისცეს დაბრუნების უფლება, თუმცა მიიჩნიეს, რომ მათი მეფე შეშლილი იყო და ბორგილები დაადეს. გამოიწერე არხი. ამბობდნენ, რომ ეს ბრძანება ლეონიდასის მითითებით შესრულდა. კლეომენე ჰელოტების მონათა ფენის მეთვალყურეობის ქვეშ მოათავსეს. დატყვევებულმა მეფემ ერთ-ერთი მცველი დაარწმუნა, რომ მისთვის ხანჯალი ეთხოვებინა. შემდეგ მან თავი სასტიკად დაისერა ფეხებიდან ღურებამდე და ამ გზით სიცოცხლე დაასრულა. როდესაც კლეომენე 30 წლით ადრე ავიდა ტახტზე, მისი ნახევარ-ძმა დორიეუსი, რომელიც ლეონიდასზე უფროსი იყო, განრისხდა, რომ ტახტი მას არ ერგო. სპარტაში დარჩენა შეუძლებელი აღმოჩნდა და მან აფრიკაში კოლონიის დაარსება სცადა. როდესაც ეს მცდელობა ჩავარდა, სიცილიაში წავიდა, სადაც ნაადრევად დაიღუპა. ისე მოხდა, რომ 490 წელს კლეომენეს სიკვდილის შემდეგ ტახტის შემდგომი მემკვიდრე ლეონიდასი გახდა. ტახტზე ასვლისთანავე ლეონიდასი კონფლიქტის შუაგულში აღმოჩნდა. წლების განმავლობაში სპარსელები საბერძნეთს ემუქრებოდნენ და ახალ მდგომარეობა კრიტიკულ ზღვარზე იყო. სწრაფი მოქმედება იყო საჭირო და ლეონიდასი სწორედ ის ადამიანი აღმოჩნდა, ვინც ამას შეძლებდა. სპარსელთა მიზანი საბერძნეთის სრული დამორჩილება იყო. მათ უკვე ემორჩილებოდა მცირე აზიის სანაპიროზე მდებარე რამდენიმე ბერძნული ქალაქი. დანარჩენი ქალაქ-სახელმწიფოების არსებობა იმათთვის, ვინც უკვე სპარსელთა მმართველობის ქვეშ იყო მოქცეული, თავისუფლების იმედის ნათელს შუქად რჩებოდა. ეს სპარსეთის მეფე ქსერქსესთვის კი მიუღებელი იყო. ბერძნული წინააღმდეგობის გასანადგურებლად მან შეკრიბა უსარმაზარი ძალა, 1207 საბრძოლო ხომალდი და დაახლოებით 1,700,000 მეომარი. ამის საპირისპიროდ ბერძნები ძლიერ იყვნენ დაყოფილნი. ასზე მეტი ქალაქ-სახელმწიფოდან მხოლოდ 31 დათანხმდა სპარსელთა წინააღმდეგ ბრძოლას. ამ 31 სახელმწიფოს მეფეები შეიკრიბნენ და დაიფიცეს, რომ იბრძოლებდნენ და დასჯიდნენ ნებისმიერ ქალაქს, რომელიც სპარსელთა მხარეს გადავიდოდა. მიუხედავად ამისა, თესალიის და ბოეტიას სპარსეთის მხარდაჭერის გამო დამპყრობლებს ათენამდე აქტიური წინააღმდეგობა თითქმის არ შეხვედრიათ. წინააღმდეგობის ლიდერობა სპარტამ იდირთა. ქალაქი აღიარებული იყო საბერძნეთში როგორც მორალური, პოლიტიკური და განსაკუთრებით სამხედრო უპირატესობის მქონე. ლეონიდასის ხელმძღვანელობით სპარტელები მტკიცედ იყვნენ განწყობილნი, ებრძოლად გაემარჯვათ ან მომკვდარიყვნენ. სხვა ქალაქ-სახელმწიფოებთან კავშირმა ლეონიდას საშუალება მისცა დაახლოებით 60,000 მებრძოლი შეიკრიბა. სპარსეთის მეფეს ქსერქსეს სჯეროდა, რომ რიცხობრივი უპირატესობა გამარჯვებას გარანტირებულად მოუტანდა. მისი სტრატეგია იყო საზღვაო ფლოტისა და ქვეითი ჯარის მჭიდრო კავშირი. ქვეითი ჯარის სანაპიროს გასწვრივ
მიიწევდა, ხოლო სპარსელებმა ათოსის მთაზე არხიც კი გათხარეს, რათა ხომალდებს ჯართან ახლოს დარჩენა შესლებოდათ, როცა არმია ხმელეთზე შეიჯრებოდა. 480 წლის 18 აგვისტოსთვის ქსერქსემ უკვე დაიპყრო მაკედონია და თესალია. მისი არმია მივიდა თერმოპილესთან, ვიწრო გასასვლელთან თესალიასა და ზღვას შორის. ლეონიდასმა იცოდა, რომ მთელი სპარსული არმიის დამარცხება შეუძლებელი იყო, თუმცა სჯეროდა, რომ თუ ძლიერ დარტყმას მიაყენებდა და მტრის ძალის ნაწილს განადგურებდა, ფსიქოლოგიური გავლენა იმდენად ძლიერი იქნებოდა, რომ სპარსელები უკან დაიხადნენ, მაგრამ ყველას არ სჯეროდა ამ გეგმის წარმატების. ლეონიდასის სტრატეგიას ეწინააღმდეგებოდა დელფოსის აპოლონის ორაკულის წინასწარმეტყველება, რომელსაც ბერძნები ღმერთთან შუამავლად მიიჩნევდნენ. როდესაც სპარტელებმა აკითხეს, უნდა გაეწიათ თუ არა წინააღმდეგობა სპარსელებისთვის, პასუხი ასეთი იყო: ან სპარტის მეფე უნდა მოკვდეს, ან სპარტა მთლიანად დაეცემა, რადგან სპარსეთის მეფის ძალა ძალიან დიდია. ყოველი ქალაქ-სახელმწიფო, რომელიც ორაკულს მიმართავდა, მსგავს განწირულ წინასწარმეტყველებას იღებდა. ამის მიუხედავად ლეონიდასი არ შეჩერებულა. ის და მისი სპარტელი მეომრები მზად იყვნენ ბოლომდე ებრძოლათ, რათა სპარსელები თავიანთი ქალაქიდან შორს შეეჩერებინათ. ლეონიდას არ სურდა უზარმაზარ სპარსულ ძალასთან ღია ველზე შეხვედრა. მისი განზრახვა იყო უკან შეტყვება იმ ადგილას, სადაც პელოპონესის ნახევარკუნძული ატაკის მიწას უერთდება. ეს იყო დაახლოებით 2,4 კილომეტრის სიგრძის ვიწრო ხმელეთის ზოლი. იქ ის თავის ხალხს თავდაცვითი კედლის აგებას დაავალებდა და მის უკან იბრძოლებდა ქსერქსეს არმიის წინააღმდეგ. ამ გეგმის პრობლემა ის იყო, რომ ათენი დაუცველი დარჩებოდა. ამიტომ ლეონიდასი მიუხედავად იმისა, რომ ეს იდეა სრულად არ მოსწონდა, და მცირე რაზმით თერმოპილეში წასვლას და მტრისთვის ვიწრო გასასვლელში გზის გადაკეთებას. თერმოპილეს დასაცავად 300 მებრძოლი შეარჩიეს და მათ თავად ლეონიდასი გაუტყო. რადგან შეირჩა მხოლოდ 300 მეომარი. პირველ რიგში 300 იყო მართვადი რიცხვი ელიტური დანაყოფისთვის. მეორე, ბრიცულ 300 სპარტაში ძლიერი სიმბოლური და პრაქტიკული მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან ეს იყო სამეფო მუდმივი გვარდიის ფიქსირებული რაოდენობა. ამ მცველებს ჰიბეისებს უწოდებდნენ, რაც სიტყვასიტყვით მხედრებს ნიშნავს, თუმცა რეალურად ისინი ქვეითად იბრძოდნენ ოპლით და ფალანგის ცენტრში, სადაც მბრძანებელი მეფე იდგა. 300 ჰიბეისი შეერჩა განსაკუთრებულად მკაცრი შერჩევით 20-დან 29 წლის სპარტელ მოქალაქეებს შორის. ლეონიდასმა დამატებითი პირობა დააწესა. თითოეულ მეომარს უნდა ხოლოდა ცოცხალი ვაჟი, რათა მისი გვარი გაგრძელებულიყო. ეს მემკვიდრეები მომავალში განსაკუთრებულ სიამაყეს ატარებდნენ გმირების გამო. სპარტელების გარდა ლეონიდასმა თან წაიყვანა დაახლოებით 4000 პელოპონესელი და დაახლოებით 1000 ჰელოტი. მათელი იყო, რომ ეს მისია თითქმის სასიკვდილო ბრძოლას ნიშნავდა. თერმოპილეს ვიწრო გასასვლელი ზოგ ადგილას ძალიან ვიწრო იყო, ხოლო შედარებით ფართო მონაკვეთში სპარსელებმა კედელი გაამაგრეს და დაცვით პოზიციაზე იდგნენ. სპარსელთა უზარმაზარი ძალების მისვლის შემდეგ რამდენიმე დღე შეტევა არ დაწყებულა. ამ პერიოდში ქსერქსემ ლეონიდას იარაღის ჩავარება მოსთხოვა, რაზეც მან უპასუხა: მოდით და თვითონ წაიღეთ. სპარსელმა მზერავებმა შენიშნეს, რომ სპარტელები მშვიდად ემზადებოდნენ ბანაობდნენ, თმას იწნავდნენ და ცეკვავდნენ, როგორც გმირები, რომლებიც საბოლოო ბრძოლისთვის ემზადებიან. პირველი შეტევა მიდიელებმა დაიწყეს, მაგრამ ვიწრო გასასვლელში მათ რიცხობრივი უპირატესობა ვერ გამოიყენეს და დიდი დანაკარგი განიცადეს. სპარტელები ფალებს ერთდროულად სწევდნენ და სახურავს ქმნიდნენ. ლეონიდასის მებრძოლები მორიგეობით იბრძოდნენ და მოჩვენებითი უკანდახევით მტერს ხაფანგში იტყობდნენ. შემდეგ ქსერქსემ ბრძოლაში თავისი ელიტური გვარდია უკდავებით ჩართო, თუმცა მათაც მძიმე დანაკარგი ჰქონდათ. ბრძოლა მეორე დღემდეც გაგრძელდა და სპარსელებმა კედლის გარღვევა ვერ შეძლეს. ათასობით მებრძოლი დაკარგეს და მორალურად დასუსტდნენ. საბოლოოდ ქსერქსმა უპირატესობა ხალატის წყალობით მოიპოვა. ეფილატესმა ადგილობრივმა ბერძენმა მეფეს მთებში გამავალი საიდუმლო ბილიკი ეჩვენა, რომლითაც სპარსელებს შეეძლოთ ბერძნების პოზიციის შემოლა და ზურგიდან შეტევა. ეფილატესის ხელმძღვანელობით სპარსელები ჩუმად გაერთიანდნენ ღამით სავსე მთვარის შუქის სინათლეზე. ანოპეას მთიანეთის გავლით მთაზე ასვლის შემდეგ დაახლოებით 1000 მეტრის სიმაღლეზე მათ იოლად გააღვიეს და გვერდი აუარეს ლეონიდასის მიერ განთავსებულ დაახლოებით 1000 ფოკიდელ ძველს. ეს ჯარი არასათანადოდ იყო მომზადებული და სრულიად მოულოდნელად დაესხნენ თავს. ლეონიდას კი ხშირად აკრიტიკებდნენ იმის გამო, რომ ანოპეას ბილიკზე უფრო ძლიერი ძალა არ განათავსა. ბრძოლის მესამე დღის დილა სპარსელებმა ბერძნებს ფლანგიდან შეუტიეს. ლეონიდასი ახლა ალყაში მოექცა. შეტევა ვითარდებოდა როგორც წინიდან, ისე ზურგიდან. ამ დროს, როცა ლეონიდასმა სიტუაციის უიმედობა გაიაზრა, შეკრიბა ჯარი და ბრძანა, რომ ყველა დანარჩენი ჯარი სპარტელების გარდა გასულიყო და გადარჩენილიყო. მათ ქალაქებს ისინი მომავალში კიდევ დასჭირდებოდათ. სპარტელები კი უნდა დარჩენილიყვნენ და ბოლო ბრძოლა გაიმართათ თერმოპილეში.
ყველა წავიდა გარდა დაახლოებით 400 თებესელი მეომრისა. როდესაც მეფემ გითხრა თუ რატომ არ მიდიოდნენ, მათაც უპასუხეს, რომ დარჩნენ, რადგან სპარტელები რჩებოდნენ და ისინიც მათთან ერთად მოგდებოდნენ. ბერძნებმა საბოლოოდ თავდაცვა ძირითადად შუა კარიბჭის კედლის გარეთ წამოაყენეს, რათა პირდაპირ დაპირისპირებოდნენ მტერს. ლეონიდასმა ნამდვილი სპარტელის ხასიათი გამოავლინა იმ სიტყვებით, რომლებიც გადმოცემის მიხედვით უთხრა მეომრებს დილის საჭმლის წინ, საბოლოო ბრძოლის წინ. დღეს საღამოს ჰადესში ვიმახშმებთ. სპარტელებმა მძიმედ იბრძოლეს. მესამე დღის დასაწყისში სპარტელთა დანაკარგები, როგორც ამბობენ, უფრო დიდიც კი იყო, ვიდრე წინა 2 დღის განმავლობაში მიღებული დანაკარგი. ბერძნებმა მიუხედავად მცირე რიცხობრივი უპირატესობის რამდენჯერმე უკან დაახევინეს სპარსელებს. შემდეგ სპარსეთის მეფის ელიტური გვარდია 10,000 უკვდავი გამოჩნდა ზურგიდან. ლეონიდასმა იბრძოლა და გარდაიცვალა გმირულად. როდესაც იერარქია აღარ ქონა, მან მტერს ხელებით და კბილებით შეუდია. მისი სიკვდილის ზუსტი მეთოდი უცნობია, მაგრამ როგორც კი დაეცა, ალბათ სპარსელები მის სხეულს წაიღებდნენ. ეს რომ ნახეს, სპარტელები თავიანთ მეფეს გვერდში დაუდგნენ და ცდილობდნენ უკან წაეყვანათ. ლეონიდასის სხეული 4-ჯერ გადაადგილეს, სანამ დარჩენილი სპარტელები მთლიანად არ ჩაიგდეს ხელში და გარშემო თავდაცვითი წრე არ შექმნეს. შუბები გადახილე, სხეული დაზიანებული და დასისხლიანებული. ამ პოზიციაში მკვდარი მეფე შუაში შეიყვანეს. სპარტელები ქვევითაც კი ებრძოდნენ გარშემო მყოფ სპარსელებს. საბოლოოდ სპარსელებმა მასიური ისრების წვიმა დაადღეს თავს და ბოლოს სპარტელები გარდაიცვალნენ. ლეონიდასის გმირული ბრძოლის ერთ-ერთი უდიდესი მტკიცებულება ის იყო, თუ როგორ მოექცნენ სპარსელები მის ცხედარს. სპარტელი მეფე მოკლეს და სხეული ჯვარცვეს. ქსერქსე ცდილობდა დაემალა ზარალი, მაგრამ სპარტელთა გმირული თავდაცვა ისტორია მაინც შემოინახა. ლეონიდასის და მისი თანამებრძოლების სიკვდილი ბერძნების სულისკვეთებას აძლიერებდა. სპარტელთა ბრძოლის შედეგად მნიშვნელოვანი დრო მოიგეს, რაც ათენის ფლოტს საშუალებას აძლევდა სპარსელთა ფლოტი დაემარცხებინა. თერმოპილეს სიცოცხლის გაწირვით ლეონიდასმა თავისი ხალხი გადაარჩინა.